მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან არის არხი Microsoft. გუშინ შემოვიდა საინტერესო კითხვა ჩემ Facebook გვერდზე. ბიჭიმ წერსო თევზაობ ტყვარზე, სკეროლ მონტაჟზე და ყოველთვის დინებაში ჩემი ორი სადავი ერთმანეთში იხლართება და იბნევა. ეგ სტანდარტული ეგეთი სიტუაცია არის, ყველას ქონია. მე ამასობაში გადავხედე ყველა ჩემს გადაღებულ ვიდეოს, რაც შეეხებოდა მონტაჟებს. მაგრამ ვერ ვნახე მონტაჟი და დღეს გადავწყვიტე თქვენთვის გამეკეთებინა, იმიტომ რომ უმეტესად ეხლა ვინც იწყებს თევზაობას და დიდ სტაჟიანი არ არის, შეიძლება არ იცოდეს და მაგიტომ ყურადღებით დავიწყოთ. ჩვენ ამისთვის მეგობრებო დაგჭირდება ძუა დაახლოებით 1 მეტრ. კეცავ ორად ესე დავკეცეთ, ჩვეულებრივად დავკეცეთ ძუა. გადავდივართ სულ ბოლოში, როგორც ხედავთ რა გვაქვს პეტლა. ამ ადგილას ჩვენ ვაკეთებთ რვიანს, კიდე ეძახიან ვასმარკას. ესე. ერთხელ გადაკეცეთ, მეორად კეცო ყოველთვის. მერე ქვედა პეტლას ვუშვებთ ჩვენს გაკეთებულ უკვე კვანძში. ესე. და აუცილებლად მეგობრებო, ეგ ადგილი უნდა დაასველოთ. ნამ თქვენი ძუა არ გადაიწვას. всё. კვანძი გაკეთებულია. მერე აქედან გამომდინარე ზომავთ დაახლოებით 15-20 სანტიმეტრს, ან რა ვიცი, რამდენიც გჭირდებათ, რა ზომის სადავი გჭირდებათ. გავაკეთებთ 15 სანტიმეტრს ესე. და აი აქ მეგობრებო, ისევ ვაკეთებთ რვიანს ვაკეთებთ. ორჯერ გადავკეცოთ. აქ უკვე აუცილებლად უნდა გადაკეცოთ ორჯერ. ქვედა ყუდებს ატარებთ, ისევ ასველებთ და უჭერთ. გამოგვივიდა ეგეთი. აქ გვაქვს პეტლა, მოდის ძუა ორად გაყოფილი და ორი ყუდი. ეხლა ყურადღებით მეგობრებო, ვიღებთ მაკრატელს. ერთ ყუდს აქედან ვჭრით, იმიტომ რომ აღარ ვჭირდება. ოღონდ გადაჭერთ ისე, რომ დარჩეს დაახლოებით 2-3 მილიმეტრი. ესე. და მეორე მომენტი. აი აქ ზემო პეტლასთან გადავჭრათ ძუა. ისევ და ისევ დატოვეთ 2-3 მილიმეტრი. და გამოგვივიდა ეგეთი პეტლა, ძუა და ორი ყუდი. ეხლა ჩვეულებრივად მივამაგროთ ჩვენი ნემსკავები. რაც არ გჭირდება, უნდა მოვჭრათ. და აი რა გამოგვივიდა. ძუა, მოდის ამ ბოლოში არის პეტლა და ქვევით ორი სადავი. როგორც ნახეთ მეგობრებო, სადავები დარჩა იმავე ადგილას, არაფერი არ აიხლართა. უკვე მიხარია რომ ერთ ადამიანს დავეხმარე და მაგას დაჭირდება ეგ მონტაჟი. და მომავალშიც შეიძლება ვიღაც სხვასაც დასჭირდება და გამოადგება. ეგ უკვე კაია. თქვენ კიდე მეგობრებო არ დაგავიწყდეთ რომ დააჭერთ ღილაკს like, share და subscribe. ახალ შეხვედრამდე თევზაობაზე. კარგად მეგობრებო, კარგად.